ჩვენი მეგობარი, რომელიც ძალიან საინტერესო თემით არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ დილიდან თან ვაკვირდებით ერთმანეთს, ვინ რამდენჯერ გავიკარეთ სახესთან ხელი, თან ცოტა დავიზაფრეთ, თან ვამბობ რომ არა, არ მიგიდია ხელი, მოკლედ ამბავი არის ის, რომ შეიძლება ჩვენი ჟესტები ჩვენს სტრესულ მდგომარეობას ასახავდეს, ხო? დილამშვიდობის მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. სანამ დღევანდელ თემას უფრო დეტალურად მივიხილავდე, მანამდე მინდა გკითხოთ. არა. თუ დაკვირვები ხართ დღის განმავლობაში სახის რომელ ნაწილს და რამდენად ხშირად ეხებით? იცი რა, მე წეგან თინას ვეუბნებოდი, რომ არ მახსენდება, რომ ესე მაქსიმუმ რაღაცა უცბად, ნიკაპთან ისიც თუ რამე მაწუხებს. ისე არა. ისე არა, მგონია რომ სახისთან ხელია. ხა ნახე ფიქრში გამახსენდა რომ ადამიანებს აქ ჩვევა ფიქრის დროს რაღაც საუბრისას რაღაცას აწვალებენ ხოლმე. ალბათ ესენი იგულისხმება. მე მგონი ეგეთი ჩვევა არ მაქვს. ნუ თუ მომედოთ მან, თუ მომექავა ამ შემთხვევაში. ასე მგონია. ხო, თუ რამე შეგვაწუხებს. იქნებ შენგან გავიგოთ მეტი რა ხდება ჩვენს სახესთან. იცოდით რომ ადამიანები დღეში სახეს დაახლოებით 800 ჯერ მაინც ეხებით და თითქმის ყოველ ჯერზე ეს ყველაფერი ხდება დაუფიქრებლად. როგორც უახლესმა კვლევამ აჩვენა, ამ ერთი შეხედვით გაუცნობიერებელ ჟესტებს სტრესის დონეზე საკმაოდ ბევრი რამის თქმა შეუძლია. ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს ჰიუსტონის უნივერსიტეტისა და ვირჯინიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა. ისინი ოფისში მომუშავე ადამიანებს 170 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის დროს მათ გამოიყენეს 3 ტიპის კამერა. პირველი იყო თერმული, რომელიც სტრესთან დაკავშირებულ ოფლიანობას ზომავდა, იმიტომ რომ ამ დროს ოფლი ყველაზე ხშირად ცხვირის არესთან ჩნდება თურმე. ასევე გამოიყენეს ჩვეულებრივი ვიდეო კამერა, რომელიც მიმიკებსა და სახეზე შეხების, ასე ვთქვათ, სიხშირეს აფიქსირებდა და იყო ჭერზე დამონტაჟებული კამერაც, რომელიც სმარტფონების გამოყენების სიხშირესა და სამუშაო მაგიდასთან დაშორების, ასე ვთქვათ, მომენტებს იღებდა. დაკვირვების შემდეგ მეცნიერები ასეთ შედეგებამდე მივიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სახის ქვედა ნაწილს იგულისხმება ნიკაპს, ლოყასა და ცხვირს ხშირად ეხებოდნენ, ფიზიოლოგიური სტრესის უფრო მაღალი დონე აუფიქსირდებოდათ. მეცნიერებმა ასევე გამოავლინეს თუ სახეზე შეხების რომელი ტიპი მიანიშნებს გონებრივ სტრესზე. მაგალითად, როგორც აღმოჩნდა, შუბლზე შეხება ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როდესაც კონცენტრაცია უჭირს ადამიანს, თვალების ფშვენა დაღრილობისას, ნიკაპზე, ლოყასა და ცხვირზე ერთდროული შეხება, როგორც უკვე აღნიშნეთ, მიანიშნებს სტრესის უკვე მაღალ დონეზე. ბუნებრივია ამ დროს იბადება შეკითხვა, რატომ ხდება ასე და რატომ აკეთებენ ადამიანები ამ ყველაფერს, როგორც ამბობენ მეცნიერები. აი ეს ნიკაპი, ცხვირი და ასე ვთქვათ, შუბლი ქმნიან ეგრეთ წოდებულ ტეზონას. ანუ იმ ბუნებს, რომლებშიც ნერვული დაბოლოებები არის ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით თავმოყრილი და შესაბამისად მაღალია მგრძნობელობაც ასეთ დროს. შესაბამისად, როდესაც გონებრივი დატვირთვა იზრდება, ხელი ინსტინქტურად მიიწევს ამ ზონებისკენ, რადგან სტრესულ მომენტებში მათი შეხება კომფორტის განცდას იწვევს ადამიანებში. ასეთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. სახეზე შეხების სიხშირის პარალელურად სტრესის დონე სპეციალური ტესტითაც ითვლიან, რომელიც 1993 წელს სამა ფსიქოლოგმა სპეციალურად სტრესის დონის გამოსათვლელად შეიმუშავა და მინდა ახლა თქვენ და ჩვენს მაყურებელს შევთავაზო ეს ტესტი, თუმცა დასაწყისშივე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა კითხვაში მიღებული შედეგი არ მიუთითებს კონკრეტულ დიაგნოზზე, ეს არის უბრალოდ საშუალება, რომელიც პირადი სტრესის შეფასებაში დაგეხმარებათ. გვექნება 10 შეკითხვა, თითო შეკითხვას ექნება 5 სავარაუდო პასუხი და ამ სავარაუდო პასუხებს აქვს თავისი ქულები, რომელსაც ჩვენ დასასრულს შევაჯამებთ და ვნახავთ როგორი არის სტრესის დონე. ასევე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კითხვები ერთმანეთს გავს, თუმცა როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, პირველი, მეორე, მესამე, მეექვსე, მეცხრე და მეათე კითხვა ადამიანის ემოციებსა და რეაქციებს აფასებს, მაშინ, როდესაც მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და მერვე კითხვები უკვე პიროვნების პრობლემის გადაჭრის უნარსა და შესაძლებლობებს აკვირდება. ძალიან გაგვეხარდება თუ რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მაყურებელიც. მე ახლა მაქვს აქთან შეკითხვები, რომელიც მოგიმზადეთ. ეს არის შენი ხარი ხა ძებნა დავიწყენი, მადლობა დიდი. თიკა, ეს შენ კალმები თუ არ გაგვით. ესეც მოვიმარაგეთ. კარგით, მოკლედ დავიწყოთ, როგორც გითხარით, თითო ასე ვთქვათ, კითხვას აქვს 5 სავარაუდო პასუხი და ამ პასუხებს აქვს თავისი ქულები და ძალიან კარგი იქნება თუ აი რომ მონიშნავთ ქულას მიაწერთ, რომ შემდგომში გაგვიმარტივდება, ასე ვთქვათ, უფრო დაჯაბება და მოდით დავიწყოთ და ჩაერთოს ჩვენი მაყურებელიც, რა თქმა უნდა. პირველი შეკითხვა ასეთია. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად გაბრაზდით იმის გამო, რაც დაუგეგმავად მოხდა.
გვაქვს აქ სავარაუდო პასუხები არასდროს, რომელსაც მინიჭებული აქვს 0 ქულა, იშვიათად 1 ქულა, ზოგჯერ 2 ქულა, საკმაოდ ხშირად 3 ქულა და თითქმის ყოველთვის არის 4 ხულად შეფასებული. ნინი, კითხვა გამიშა, დაუგეგმავად კაი მოხდა თუ დაუგეგმავად ცუდი მოხდა? ეს ძალიან ნებისმიერი დაუგეგმავი ამ შემთხვევაში იგულისხმება. კონტექსტს არ აქვს მნიშვნელობა. კონტექსტს არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც აი მაგალითად თქვენი ასე ვთქვათ ყოველდღიური გრაფიკიდან ამოვარდა ამ შემთხვევაში. მოდი, რადგანაც ვერ ვიხსენებ, მე იშვიათს ვის. მონიშნეთ. ქულაც მონიშნეთ, რომ არ გაგვიმართებდეს. კი, დაანგარიშებ. თიკა შენც დაფიქსირე. გადავიდეთ მაშინ მეორე შეკითხვაზე. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად გქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ცხოვრებისეული მოვლენების კონტროლი არ შეგეძლოთ? ბოლო თვეების ამბავია ეს მნიშვნელოვანი. არის ფიქრობთ რომ სულ ესე უნდა იყოს. და ბოლო თვეებზე არის იგულისხმება ბოლო 2-3 თვე. მოვლენების კონტროლი არასდროს იშვიათად, ზოგჯერ საკმაოდ ხშირად თუ თითქმის ყოველთვის. ცოტა ხო კარგად ვარ. მონიშნეთ. გეუბნებით. გავაგრძელოთ? კი. მესამე შეკითხვა. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იფიქრეთ, რომ დაკისრებულ საქმესა და მოვალეობებს ვერ უმკლავდებოდით? ან ვერ გაუმკლავდებოდით? დავაფიქსირეთ ქულაც. ძალიან სწრაფად მოქმედებთ მე და ძალიან კარგი. გადავიდეთ მაშინ მეოთხე შეკითხვაზე. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იგრძენით მღელვარება ან შფოთვა? არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, საკმაოდ ხშირად თუ თითქმის ყოველთვის. ღელვა თან ახლავს ახლა ჩვენს პროფესიას და გინდა არ გინდა ღელვა ის არ არის შფოთი. აი ღელვა ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცა არის, მაგრამ კარგი ნოლი. გავაგრძელო? კი. კი ბატონო, მეხუთე შეკითხვა. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იგრძენით თავდაჯერებულობა საკუთარ თავში, რომ პრობლემის გადაჭრას შეძლებდით? თავდაჯერებულობა? რომ აი გაუმკლავდებოდით, გადაჭრიდით ამ ყველაფერს. აია თუ ცუდი არ ვიცი, ბევრ ქულას. ასეთი საინტერესო და ცოტა არასტანდარტულია. კი. შეკითხვები არის ნამდვილად. მეექვსე შეკითხვა. თავარია ეთერის მერე შენ არ გარბოდე და არ მოგხსდებდე. მოკლედ მეექვსე შეკითხვა ასე გამოიყურება. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად შეძელით ბრაზისა და უარყოფითი ემოციების კონტროლი? არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, საკმაოდ ხშირად თუ თითქმის ყოველთვის. თითქმის ყოველთვის შემეძლია. კაი, მოდი აი ესე ობიექტური. თიკა ჩუბა დავსევს. გადავიდეთ მაშინ მეშვიდე შეკითხვაზე. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იგრძენით, რომ რაღაცები ისე მიდიოდა, როგორც თქვენ გსურდათ? არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, საკმაოდ ხშირად თუ თითქმის ყოველთვის. გამითანაბრა. არა არჩილ, ნახე. ისე რომ ისე მიდიოდა როგორც ჩვენ გსურდაო და არასდროს არ გიგზნია. რომ ისე მიდიოდა როგორც ჩვენ გსურდა. პირიქით ისე მიდიოდა როგორც მე მსურდა. მე ნოლიანი რატო გამინოლე 4 და დასაწერია. მე პირიქით გავიგე შეკითხვა. კი, აბა. შევჯერდით, გადავიდეთ მაშინ მეცხრე შეკითხვაზე. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იგრძენით, რომ გარშემო მხოლოდ პრობლემები და სირთულეები იყო? აქაც ისევ და ისევ გვაქვს. რამდენად ვიგრძენ? ვაიმე, სადაა რაღაც მე სხვაგან ვარ თინა. ხო, ერთი გამოვტოვეთ, ნინი, მე რო შეკითხვას გადავახტით, კარგით, მაშინ გავიმეოროთ, ეს არის მე რო შეკითხვა, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იგრძენით, რომ მიმდინარე მოვლენებს აკონტროლებდით? ეს იყო თითქოს და იმიტომ ხარ გამოტოვე შენ. შეიძლება გამოგვრჩა უბრალოდ შენ რო თქვი მსგავსებიო, ალბათ იმიდან არის. საკმაოდ ნამდვილად. იდე მიმდინარე მოვლენებს აკონტროლებდით. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იგრძენით, რომ მიმდინარე მოვლენებს აკონტროლებდით? ახლა გადავიდეთ მეცხრე შეკითხვაზე უკვე ნამდვილად. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად იგრძენით, რომ გარშემო მხოლოდ პრობლემები და სირთულეები იყო? ცოტა დამაფიქრებელი ტესტი არის დამეთახმები ხო, აი ცოტა ისეთია. შედეგებზე უცნაურად აისახება იდეაში. არჩო, მე მეს ბოლოსაც უპასუხე. კი ბატონო. ვიგეთ მათემატიკური ანგარიში? გადავიდეთ მეათე შეკითხვაზე. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენად ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი? არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, საკმაოდ ხშირად თუ თითქმის ყოველთვის. აბა შევაჯამოთ შედეგები. რამდენი ქულა გაქვს თიკა? 18. თიკას 18. აჩიკა შენ? ეხლავე 1 5 7 11 14 16
20 და შენ 18. მოკლედ გავაცნოთ შედეგები ჩვენს მაყურებელსაც. 0-დან 13 ქულამდე ნიშნავს, რომ დაბალი სტრესი საკმაოდ დაბალი დონე აქვს ადამიანს, 14-დან 26-მდე უკვე საშუალო სტრესზე მიუთითებს, ხოლო 27-დან 40-მდე უკვე აღქმული არის როგორც სტრესის მაღალი დონე. ზოგადად აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, რომ სტრესისგან დაზღვეული არავინ არ არის, მისი წყარო შესაძლოა ნებისმიერი რამ გახდეს, პრობლემები პირად ურთიერთობებში, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა, სამუშაო გარემო და ასე შემდეგ. თუმცა როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სტრესი ყოველთვის ცუდი არ არის, ის საფრთხე-შემცველ სიტუაციაზე ორგანიზმის პასუხია, რომელიც ადამიანებს თვითგადარჩენასა და თავდაცვის ინსტინქტების გაუმჯობესებაში ეხმარება. თუმცა რა თქმა უნდა, თუ ამ მდგომარეობაში ასე ვთქვათ, დიდი ხანი არის ადამიანი, ამან რა თქმა უნდა შეიძლება უკვე ძალიან დიდი და უარყოფითი გავლენა იქონიოს მის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ მინდა სტრესის ის სიმპტომები გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დატოვონ ყურადღების გარეშე და დავიწყოთ უკვე სტრესის სიმპტომები ემოციურ დონეზე. ასე გამოიყურება, ეს არის მარტივად აღელვება, გაღიზიანება და ხშირად ცუდ განწყობაზე ყოფნა, ასევე შეგრძნება თითქოს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ, დამშვიდობის გაძნელება, დაბალი თვითშეფასება, მარტოსულობისა და გამოუსადეგარობის შეგრძნება, სხვებისთვის თავის არტება. ეს არის ის, რაც ემოციურ დონეზე ვლინდება. გადავიდეთ ასევე ფიზიკურ დონეზე. ეს არის ენერგიის ნაკლებობა, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კუნთების დაძაბულობა, ტკივილი გულმკერდის არეში და ასევე აჩქარებული გულისცემა, უძილობა, ხშირი კაციება და ინფექციები ხმაური ყურებში, ტერფების ოფლიანობა, პირის სიმშრალე და ნერწყვის ყლაპვის გაძნელება და თმის ცვენა. ასევე შეიძლება თავი იჩინოს დერმატოლოგიურმა პრობლემებმა, მაგალითად აკნემა ასეთ შემთხვევაში. და გონებრივ დონეზეც უთხრათ ჩვენს მაყურებელს, შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად გულმავი წყობაში, არაორგანიზებულობაში, ყურადღებისა და კონცენტრაციის გაძნელებაში, კრიტიკული აზროვნების დაქვეითებაში და ბოლოს, რადგან მცირედ რო გვაქვს დარჩენილი, მინდა რამდენიმე ტექნიკა გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე საერთაშორისო ფსიქოლოგები და რომლებიც დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, საუბარი არის მსუბუქ სტრესზე, რომ მსუბუქ სტრესს გაუმკლავდნენ ადამიანები. პირველი არის ის, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღეთ დილით, ასეთ რჩევას გასცემენ ფსიქოლოგები, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, საღამოობით ტვინის რაციონალურ ნაწილში აქტივობა არის საკმაოდ დაბალი და მომეტებული არის უფრო ემოციურ ნაწილში. შესაბამისად, ღამით ფიქრის დროს ადამიანები ტვინის ემოციურ ნაწილზე ეყრდნობიან, რაც ბუნებრივია მათ საკითხების მიმართ უფრო მეტად ხდის მგრძნობიარებს. მეორე ეს არის სუნთქვის ტექნიკა 4-7-8, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად შეისუნთქოთ 4 წამის განმავლობაში, 7 წამის მანძილზე შეიკავოთ სუნთქვა, ხოლო შემდგომ უკვე ნელა 8 წამის განმავლობაში ამოისუნთქოთ და ძალიან კარგი იქნება თუ რამდენჯერმე იქნება ეს ყველაფერი გამეორებული და ეს არის შფოთვისა და სტრესის მართვის ძალიან ეფექტური გზა, რომელიც ექიმმა ენდრიუ ვეილმა შეიმუშავა. ასევე არსებობს 4-7-8 გადასარევი იყო, ახლა ვქენი. კიდევ ერთ ტექნიკას გავუზიარებ ჩვენს მაყურებელს, ეს არის უკვე 5-4-3-2-1. ეს არის უკვე ძლიერი შფოთვის დროს და პანიკური შეტევების დროს იყენებენ. როგორც შეუძლია ადამიანს საკუთარ თავზე გამოიყენოს, ასევე შეუძლია იმ ადამიანს დაეხმაროს, ვისაც მაგალითად აქვს იმ მომენტში პანიკური შეტევა. ეს არის რომ დაასახელეთ 5 რამ, რასაც იმ მომენტში ხედავთ, შეეხეთ ხელით ახლოს მდებარე 4 ნივთს, დაასახელეთ 3 ხმა, რომელიც იმ მომენტში გესმით, კონცენტრირდით 2 სურნელზე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყნოსვით შეიგრძნობთ და დააგემოვნეთ ერთი საკვები ან სასმელი, რომელიც არის იქვე ახლოს, ასე ვთქვათ. ეს არის ერთ შეხედვით უბრალო ტექნიკა, თუმცა ადამიანებს რეალობასთან დაბრუნებაში ეხმარებათ, იმიტომ რომ პანიკური შეტევისა და შფოთვის დროს ეს არის დაქვეითებული. და ბოლო არის ძალიან მარტივი, ეს არის მუშტების შეკვრა 5 წამის განმავლობაში და გაშვება, რომელიც დაძაბულობის შეგრძნებას მოგიხსნით, გადაიტანს და ასე ვთქვათ, გაშვების დროს გადის სხეულიდან და ბოლოს აღნიშნავ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ისეთ მდგომარეობაში მყოფებით, როდესაც სტრესის დონე საკმაოდ არის მაღალი და მასთან უკვე დამოუკიდებლად გამკლავება აღარ შეგეძლიათ, არასდროს არ არის სირცხვილი, ვითხოვოთ დახმარება და ვითხოვოთ ის პროფესიონალებისგან. იმედია გამოადგება რომელიმე ტექნიკა ჩვენს მაყურებელს. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტექნიკები იყო თითოეული, უბრალოდ თავი დაგვამახსოვრდეს ეს ყველაფერი, რომ შემდეგ როცა საჭიროა გამოვიყენოთ. 4-7-8 მოგეწონა ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი იყო, მადლობა ნინი, იყო ძალიან მუშტებიც უმარტივესი. კი.